პირველად თბილისში ქუჩის მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს რუსთაველის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში ცოცხალი მუსიკის მოსმენა რამდენიმე ადგილზე იქნება შესაძლებელი. საერთო ჯამში 60-მდე ბენდი კრეატიულ მუსიკას წარმოადგენს. მსგავსი ტიპის ფესტივალი 5 წლის წინ ლიტვაში დაარსდა ქუჩის მუსიკის დღე თავდაპირველად რიგასა და მინსკში აღნიშნეს. მოგვიანებით კი პეტერბურგში. თბილისი კავკასიის რეგიონში პირველი ქალაქია, რომელიც ფესტივალის ორგანიზებაში ჩაერთო. თავისთავად ძალიან საინტერესოა. ლიტვაში ახალ თაობას უნდა რომ თავისი ტრადიციები გაგვიზიაროს. ჩვენ გვეჩვენება რომ ტრადიციები შექმნეს წინაპრებმა, მაგრამ ასე არაა. ტრადიციებს ახალი თაობა ქმნის. მიხარია რომ მოდერნის ხმა მთელ რუსთაველზე ისმის. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ტრადიციად გახდეს და ძალიან როგორც ხედავთ აი ესეთი ქუჩის არის, ყოველს ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერ მუსიკოს პროფესიონალს, არაპროფესიონალს, მხოლოდ მოყვარულს შეუძლია მოვიდეს დაუკრას და ესე გამხიაროს ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ საქართველოსთვის, ქართული მუსიკის მსმენელის კულტურისთვის, ან კულტურის ჩამოსაყალიბებლად არის მნიშვნელოვანი. და მაგარია ეს ბევრი უნდა იყოს შემიაზრე და მე დროთა განმავლობაში მიეჩვევა ხალხი ამას და ვისაც არ მოსწონს ის მიეჩვევა და მე ყველა მოუსწრებს ალბათ გემოვნებიან მუსიკას და მე რაღაცა ბევრი რამე შეიცვლება ალბათ.